Florentino Perez-ი ახალ გალაქტიკოს ამზადებს. მისი სამიზნე ნორვეგიული მონსტრია. Blancos დაცვაში დიდი პრობლემები აქვს. ტრენტის ტრამვიანობის გამო მარჯვენა ფლანგს ვალ ვერ დაამაგრებს, რაც მოედნის ცენტრზე რა თქმა უნდა ისახება. ასევე ცენტრალური მცველების ტრამვიანობა, მილიტაო და რუდიგერი ლაზარეთში ბევრ დროს ატარებენ, რის გამოც რაულ ასენსიოს ცენტრალური დაცვის ხაზის თავის თავზე აღება უწევს. რა თქმა უნდა, ასენსიოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, დღითიდღე პროგრესირებს და ბევრი ლეგენდარულ სერხიო რამოსაც კი ადარებს, მაგრამ მისი გამოუცდელობა ხშირად აჩენს თავს და სამეფო კლუბს დიდ პრობლემებს უქმნის. ამ ყველაფრის ფონზე პერესის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც ერლინგ ჰალანდი რჩება. ესპანური ინტერნეტ ჟურნალი ფეჩახესის ცნობით, სიტი გაუშვებს ნორვეგიელს თუ მას ეს ენდომება და მადრიდი 200 მილიონ ევროს გადაიღებს. როგორც შეეწყობიან ვინისიუსი, მბაპე და ჰალანდი, ამაზე პასუხი არ გვაქვს. ამიტომაც დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. თუ კი მოგწონთ ფეხბურთის თემატიკა, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენ კი მალე შევხვდებით.